Ნებისმიერ ამბავს, რომელიც შეეხება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებს, ჩვენ აღვიქვამთ როგორც რაღაც ფანტასტიურს. ეს თვალსაჩინოდ ისტორიული მაგალითია იმისთვის, რომ მშვიდობის შანსი არსებობს ყოველთვის, თუ მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოს შეუძლია ერთმანეთთან ცივილიზებული თანამშრომლობა. ბოლო 3 წელიწად-ნახევარმა დაამტკიცა, რომ რუსულ-ამერიკულ თანამშრომლობას შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა ცენტრალურ ევროპაში. სწორედ ამიტომ ბოლო 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენზე ვერ მოახდინეს ზეწოლა, რომელიც გვაიძულებდა შეგვეწყვიტა თანამშრომლობა და ურთიერთობა რუსეთთან. ჩვენ არ ვიყავით მზად თვითიზოლაციისთვის. 3 წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვინარჩუნებდით დიპლომატიურ არხებს. უკვე დამტკიცებულია, რომ ჩვენ ვართ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, ერთადერთი ხელისუფლება, ჩვენ ყავს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად მსოფლიოს ყველაზე სახელმწიფოსთან ჰქონდეს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ეფექტური თანამშრომლობა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აქვს კარგი ურთიერთობა ამერიკის პრეზიდენტთან და ამასთან მას შეუძლია ცივილიზებული თანამშრომლობა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნგრეთში, ბუდაპეშტში მზად ვიქნებით უზრუნველყოთ ყველა შესაბამისი პირობა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში. უნგრეთი ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო მსოფლიოში. ამიტომ თუ სადმე უნდა ტარდებოდეს ლიდერების შეხვედრა, ეს აქ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემით მივიღეთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ის ეწვიოს უნგრეთს წარმატებით ჩაატაროს მოლაპარაკებები და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. არავისთან არ არის საჭირო კონსულტაციები. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. აქ ჩვენ პატივისცემით მივიღებთ ვლადიმერ პუტინს, შევუქმნით მას შესაბამის პირობებს ამერიკის პრეზიდენტთან საზაუბროთ. უკვე 3 წელიწად-ნახევარია ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რათა უნგრელმა ხალხმა შეძლოს უსაფრთხო ცხოვრება. თუ კი მეზობელ სახელმწიფოში ომია, ეს ყოველდღიური საფრთხეა. გვინდა რომ უნგრელმა ხალხმა უსაფრთხოდ იცხოვროს და ამისთვის გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში.